წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტთან. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სამშვიდობის ზურბასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კარგი ხანია თქვენს მონამორჩილს რაგბიზე არ გაუგეთებია გადაცემა, და რატომ ეხა ამაზე არ ღირს საუბარი. ბუნებრივია ქართულ მორაგბეთა ბოლო პერიოდისეული წარმატება და ეროვნული ნაკრების კრიზისიდან გამოსვლა და ჩვეულ ლიანდაგზე დაბრუნება უდაოდ გვახარებს, თუმცა ბუნებრივია ამას აქვს თავისი საფუძველი და ეს საფუძველი ის რომ დავიწყოთ იმით, თავარი ხერხემალი მოგხსენებათ როგორც რაგბის ასევე ნებისმიერი სათამაშო გუნდურ ბურთიან სახეობებში არის ეროვნული ჩემპიონატი და ეროვნული ჩემპიონატის დონე სწორედ მისი ბაზა და მისი ხარისხი შემდგომ ქმნის უშუალოდ როგორც უკვე ნიჭიერ ავლეს ნიჭიერ სპორტსმენებს, ქმნის უკვე შემდგომ ჩვენთვის სერიოზულ ლეგიონერებს და გარდა ამისა თავად ეროვნული ჩემპიონატი. აი თუნდაც მარტო ის ფაქტი რომ რუმინეთის ნაკრებთან 15 წელში ძირითადში მოხდა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 3 სპორტსმენი და გარდა ამისა მარკაპაში იყო სუმცირე თუ მეხსიერება არ მღალატობს 5 მორაგბე, ეს ნიშნავს რომ ჩვენში ეროვნული ჩემპიონატი მხრივ ბოლო წლებმა ხედველობაში არის სერიოზული პროგრესი, მაგრამ ეს ბუნებრივია საერთო წარმატების მისაღწევად მარტო არ კმარა და აი ამ მხრივ რატო შევეხი უშუალოდ მარტო საკლუბო ჩვენ ქართულ რაგბის ფლაგმანს როგორც ასე უწოდებთ უხნეს და ყველაზე ტიტულოვან ქართულ სარაგბო კლუბს დაარსებიდან იუბილე 50 წელი შეუსრულდა და აი ჩვენი გადაცემის სტუმარი ვისი მოღვაწეობა რაგბში ასაკით, მარტო ასაკით იდენტური გახლავთ ლოკომოტივის არსებობის. ბატონი თემურ ბენდიაშვილი, როგორც ასე უწოდებთ ქართული რაგბის ბერმუხას. ბატონ თემურ, მოგესალმებით უპირატესად, როგორ გძანდებით, როგორ გიგითხოთ, როგორ გძნობთ თავს, ვიცი რომ ახლა ვარჯიშს მოგწყვიტეთ და ამისთვის ბოდიშიც უნდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ წინ გადამწყვეტი საოცარი მნიშვნელოვანი თამაშებია. ბატონ თემურ, თქვენ მარტო 36 წლიანი სამსვლელო სტაჟი გაქვთ. ნახევარი საუკუნე სუმცირე მოღვაწეობთ რაგბში. ანუ პრაქტიკულად აი ჟაკ ასპეკიანის პირველი ნაბიჯებიდან ხო ეხა მუსია ჟაკმა შექმნა ხო მაშინ იმ წლებში პირველი ასე ითვლება რომ აი რაგბის დამაარსებელი საქართველოში ასპეკიანი და აი რაღაც იმ პერიოდიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება დაუთმეთ რაგბს და თან ბატონ თემურ თქვენ მხრებზე გადაიარა აბსოლუტურად ყველაფერმა და მხრებზე ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით რომ ხშირ შემთხვევაში თითქმის არა ეხა თანამოაზრები ყოველთვის ყავდათ და რა თქმა უნდა მეგობრების თანადგომა არ გაგლდათ, მაგრამ მაინც ინიციატორი და მოთავე ბრძოლა დაწყებული საბჭოური სისტემების და სტრუქტურების 4 სართმეული მარტო ჩემპიონის ტიტული. მე 80-იანი წლების დასაწყისში არ მინდა შეიძლება ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის, შვილები ყავს. მავანმა რომელმაც ოფიციალურად მოიდობა ლოკომოტივის გაუქმება, ეს ჩვენში ხდება და მაშინ კიდე კარგი რომ ენდელაძე მორაგბე იყო ჩვენი სპორტ საკომისიის რომ ცოტა ალაგბეს და ყურიც აუწიეს. ამაზე შორს ავიდეთ უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ მავანმა საკმაოდ მაღალი ჩინის ხელმძღვანელმა ვისაც გუნდის ისელებოდა ეხა იმან დაიწყო გუნდის დაშლა და ასე პირდაპირ გაგებით ლოკო სტადიონიდან გამოყარა იმ სტადიონზე სადაც ლოკომოტივი მისი დაარსების დღიდან და ასოცირდება ლოკომოტივის სტადიონი იდენტური ხო ბატონ თემურ ხო არ მეშლება რამე საუბედუროდ ზუსტად ასახავთ და ბატონ თემურ ბანალური კითხვით მინდა დავიწყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ კითხვა ერთი მხრივ ბანალურია, თუმცა იცით აი წმინდა ადამიანური რესურსიდან და ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებლობიდან კი არის ნათქვამი ეს ხატოვანი ფრაზა რომ ადამიანის შესაძლებლობა განუსაზღვრელია. აი როგორ გაუძელით ამ ხელა დატვირთვას რა. მე არ ვლაპარაკობ მარტო მოღვაწეობის ნახევარ საუკუნოვან ეპოპეას, როცა თან მე ისეთი საკმაოდ სპეციფიური და ურთულესი სახეობა რომ აქ მოგესალმება თქვენზე კარგად ვის უწყის თუ რამხელა ენერგიას მოითხოვს, ხო? რამხელა ეს არ არის ისეთი სახეობა, რომელიც შეიძლება მაბადია დილით ივარჯიშო და საღამოს თქვათ არ მინდა ხარ რაღაც სახეობის შევადარო და საღამოს ახვიდე და თქვათ ჩვეულებრივ რამე სამსახურით იყო დაკავებული პარალელურად, ხო? მე მგონი პროცესი არის თვითონ საინტერესო და სასიყვარულო და ლამაზი და ურთიერთობა ბიჭებთან, რომლებიც ჩემ გარშემო არიან, რომლებისგანაც მართლა მინდა ვთქვა რომ მეც ბევრს ვსწავლობ ძალიან, იმიტომ რომ თითოეული ინდივიდს რაღაცა ისეთი შტრიხები აქვს ხასიათის, რომელიც სხვას არ აქვს და აი ამან ყველაფერმა ერთად ის რომ ალბათ მეც ვიყვარდა რასაკვირველია, მაგრამ ამ საი პროცესის ინტერესმა და საინტერესო რო არის ამან
ეხლაც მინდა რომ კიდე ბევრი რამეები გავაკეთო კიდე და მგონია რომ საუკეთესო მატჩები წინა გვაქვს. ბატონო, რა თქმა უნდა, გული დაგვხდება, რომ არ მიეცა ფიზიკური შესაძლებლობა ლოკომოტივს გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მე რაც დავთვალე ბატონო, 4 ხზის აი რაღაც არათუ ხრიკებით ასე პირდაპირ ზეწოლის და დიქტატით შედეგად იქნა ხან დებულება შეცვალეს ხან მე რაღაც ერთ პერიოდი 91-ში იყო ხო გამოხსენეთ ასაკობრივი ცენზურა შემოიღეს და გუნდის იძულებითი გადახალისება და სახში რომ გაუჩვეს წამყვანი ბირთვი ნუ ეხა თითო რუსებს იმ პერიოდისთვის ის იმ კატეგორიამ სმენელის ვინც ასაკით არ მოსწრებია მაშინ სერიოზული აი ასეთი ფრაზა ითქვა კარგი შენიღბული პროფესიონალიზმი იყო კი იყო სამოყვარულო თუმცა რუსები თავის ხრივ სერიოზულ ასიგნირებებს აკეთებდნენ საკუთარ გუნდებში გაუსწრო ნებისმიერ ეხა აკადემიაზე აღლაპარაკო ვავა მონინო ეს რა იყო მერეკრასოენს შემოორდა მანამდე საათების ქარხანა სლავა სერიოზული ფილისა სერიოზული დაფინანსება ჰქონდა 80-იანი შუაწელამდე ეგზანეთ ეხა ხო რა გუნდებთან ეხა ჭიდილი და პაეკრობა და ეხა ასე გულხელდაგრაფილი არც უკრაინელები არ იყვნენ ავიატორი შვენ მაშინ შვენიერი გუნდი იყო მე კიევის პოლიტექნიკა ხო არა ხო ნუ იმ პერიოდის იმას ვიხსენებდა ეხა ჩვენ ბატონო მე მახსოვს ერთხელ გადმოტანილ თამაშს თამაშობდი და არ ვიცი რაღაც ღონისძიება იყო დილის 10 საათზე გვათამაშეს უმაღლესი ლიგის თამაში ესეთი რამე მაშინ სტუდენტი გახდი და ვიჩეკი ეხა ამ მოციფულ მორაგბეების გვერდი ტრიბუნაზე და ისეთი ხუმრობები იყო ეხ ნორმატიულ ლექსიკას რო ცილდება ეთერში რო ვერ გააშქერებ ბატონო თქვენ ყველაფერთან ერთად რო უშუალოდ ბრძანდებოდით აი 70-იანი აი ასე შეგრაცხათ ისტორია 70-იანი წლების ლოკომოტივის ახალი თაობის ერთ-ერთი ლიდერი და შეიძლება ითქვას შემდგომ მისი სულის ჩამდგმელი და უკვე თქვენ ხელში თქვენს გვერდით მოთამაშე კი ჯერ ხო როგორც მოთამაშე და მე უკვე თქვენ ბატონო რატომ მაგაში მაბდე თქვენ ნებართ შეიძლება სულად ვერ დაგეთახმოთ თქვენ კარგ განმავლობაში მოთამაშე მსვლის ფუნქციას ასრულებდით აი ეს მაგრამ 78-9 წლებში ჩვენ გუნდს ყავდა საუკეთესო მსვლელები ეს იყო გოგიტონია ესეთი ფანტაზიის და ხედვის კაცი მე შემდეგ ეხლაც ეწევა სულ მოღვაწეობას არქიტექტურაში მე იყო ჩვენი მსველი ნოდარ ყიფიანი ეს ლეგენდა და მიჩნეული სიმართლე და საზესიარული გვასწავლა ყველას და მე მაგათგან ძალიან დავიხუძლე მართალი რო გითხრათ და დღესაც მაგალითად ვყავს ერთის და მეორეც ბატონო თქვენს გვერდით მაშინ აი იმ პლეადაში აი თქვენ რო ახსენეთ 70-იანი წლები წამოვიდნენ ნუ ეხა ლეგენდა ხო დათო გილესონია ასევე არანაკლები ლეგენდა მიშა ხარშილაძე ეხა ობდა საჩხერეში მოღვაწეობს ხო თუ არ ვსწრები კი და მშვენიერი გუნდი ყავს როგორც გადმოცემით ვიცი მე სამწუხაროდ ხილვის შესაძლებლობა არ მომცემია თუმცა იმედია რომ ვიხილავთ გუნდს უკვე მალე თუ გაფართოვდა მე უმაღლეს ლიგაში ავთო გიორგაძე ცხონებული ოლეგ ლიბარტელიანი ეს საერთოდ ეროვნული ნაკრების სხვა შორის პირველი კაპიტანი და თქვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ეს იყო 80-იანის მანამდე 69-70 წლებში ჩვენთან ერთად გუნდში თამაშობდა გია ჯაფარიძე, მახო პეტუიაშვილი. ეს ისეთი ბიჭები იყვნენ, რომელთა გვერდზე ყოფნაც აი ცაში აგახედებდა, კაცორივენი მოქანდაკეები იყვნენ. ძალიან ბევრი რამე ისეთი სუყველა რეგისტრება. ხო, განსაკუთრებით ზურა ჯაფარიძის დამუშევრების საქვეყნოდ განთქმული ხო. თუ დავდიოდით კი ეს ჩვენ სუყველანი, მარტო მე კი არა სუყველანი და რაღაცა სულის ჩამოყალიბებისთვის, სულის ამაღლებისთვის ყველაფერი ეს აუცილებელი და კარგი იყო და კარგი იყო რომ ჩვენ თან ვდევდა აი ეგეთი ადამიანების გვერდზე ყოფნა. ბატონო, ეთანხმები თუ არა იმ მოსაზრებას რომ მაშინ რაგბი იყო აი ქართული სულის ვაჟკაცობის და არისტოკრატიული ოჯახების ერთ-ერთი პრიორიტეტი. მაშინ ასე ითვლებოდა ხო? აი ლანჟირება რო გავაკეთო სახეობების ნუ ახლა ბატონო ჩავთვალოთ ისეთ არა სულთან და ისტორიასთან და იმასთან მაგრამ ეხა არისტოკრატიული იმას რა შეიძლება ეხა ეს ამას ეხა მაინც მოგვიწევს ამ ფარგლების დარღვევა და ირღვევა კიდე სწორად კარგი გაგებით ვამ იმიტომ რომ არეალის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ჩართულობა რა და ჩართულობა ბუნებრივია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ყველა ფენის და ბუნებრივია ჩვენ მორაგბეების რაოდენობის მხრივ ხო ეს თქვენ ბევრჯერ გითქვათ საჯაროდ რომ რაოდენობას მოაქვს შემდგომ ხარისხი ხო იმიტომ რომ ვერ იმუშავებ ხარისზე თუ არ იქნა რაოდენობა მზარდი ხო აი ამ მხრივ ბატონო არ შეიძლება არ გავიხსენო აი შემდგომ უკვე ერთი ეპიზოდი და სულ მინდა იცით კითხოთ სამწუხაროდ
აი ფოტო იცი და აი ხა არც იგუგლება და ეხა ვინ დაგუგლავდა ვინ იყო ვის დაკარგვი ის 97 წელს რა მოხდება დოთემურეს მე მხედველობაში კრასნოიარსკი და ხირდა ესე იგი იყო ერთი ესეთი აშარი ქალბატონის სტიუარდესა გადმოცემისთვის ახლა ცუდგან ნამდვილად არ იყო ხა სულს რატო გამოეკიდებოდეს ნატალე აზარენოკი ხო ესე იგი გამოაცხადა სოსი მოითხოვა უშროება ყველა სამსახური გასაავარიო დაშვებაზე წავიდნენ და წელის მეცა ბალოდე არ გამიმასკნებია თქვა მაგაზე ყველას დავიწყო მოგიყვეთ თუ აი ერთი მომენტი იყო მათ ისიც საბჭოური სისტემის ბრალი და ეს გოგონა ახლა 25 ახალგაზრდა ლამაზ ბიჭი და ძალიან კი ხან მოვდი ხა კრასნოიარსკიდან მოფრინავ სანამ მოსკოვი ჩაოფრიდები ნახევარი ის უნდა გადაწერო პლანეტის და ბიჭებიც თვითონაც არაფერი ზედმეტი არ დაუშვათ უბრალოდ შეხუმდნენ ერთმანეთთან და იქ თვითფრინავში იჯდა რომელიც ამ ქალბატონმაც არის და კრასნოიარსკის ოპკომის მეორე მდივანი და ება თქვა რა ეს გოგო როგორ იქცევა ამოგოს რო უთხრეს რომ ეს კაციზი საქადო იმას შენიშნა მოგსა ну ერთ წამში დიამეტრალურად შეიცვალა და გამოჩნდა ყველაზე უფრო დიდი ბოლშევიკი ყველაზე უფრო დიდი პარტია ო ეს ხო შეეძლო ეს უცებ გარდა იქნა ხო თორე ისე თავიდან გაგმილიგე ხო ბატონო без პრობლემ მე თვითონაც შეეჩინდა ამან გამოიწვია ეს რომ ისეთი უკიდურესებამდე მივიდნენ რომ რა შეიძლებოდა რომ გამოეჩინა თავი რომ ეს იყო ну ქართველების ხრიდან მაშინაც ეგრე არ იყო რომ არ ეხსენებინათ ესე არ იყო მარტო ახსენეს რომ აი ქართველები უტაქტოები ასე და არაფერი არ იყო და ჯერბასო მეგობრებო აი ამ მართაც აბსოლუტურად რაღაც უნებლიე ჩვეულებრივმა ხუმრობამ და აი მაშინდელი საბრძოლური ჯერჟავის ეკო გახლდათ ის რომ ლოკომოტივი არათუ მოიკვეთა საერთოდ როგორც გუნდი ოფიციალურად აიგრძალა და აი სწორედ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრის ბატონ თემურ ბენდიაშვილის ძალისხმევით მოხდა რომ აღორძინდა თუმცა უკვე სახელშეცვლილი მაშინ გაჩნდა ხო ბატონ თემურ ელმავალი გაჩნდა მაშინ მაგრამ სამწუხაროდ იქ იყო რიგი მოთამაშეების დისკვალიფიცირებული ვინც ყველა ვერ დაიბრუნეთ ხო ანუ ასე მე რაღაც ესეთი იყო ბრძოლად რომ აი კომკავშირულ სამუშაოზე წავიდნენ მარტო მუშაობენ სხვათაშორის ბიჭები იმიტომ რომ საკაჩეთანაც იყო საქართველოს მარტო იყო და შემოწმება და რაღაცა მუშაობდა ბიჭები და სექტემბრის უკვე ყველა აღადგინა ერთი წელიწადი იყო ეს ყველაფერი მე დაუშვეს მე აღდგა ბატონ თემურ აი მთელი ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე აი მოდი ისიც აი შეიძლება ცოტა ისე შერდეს მაგრამ აი რას გაიხსენებდით ყველაზე აი თბილ მოსაგონას აი ყველაზე ისეთი რაც 50 წლოვან აი ლოკომოტივ შეიძლება ხო ეხა მე ტიტულებზე ბატონ თემურ თქვენ ნებართვით მარტო ხაზ გავუსვა ძირფასო მეგობრებო რომ დამოუკიდებლობის ხანიდან ანუ 1992 წლიდან მოყოლებული 92 ხელოვნების ეროვნული ჩემპიონატი ლოკომოტივმა მოიგო 9 ოქროს медали 6 შემართა ეროვნული თასი საბჭოურ ეპოქაში იყო ვიცე-ჩემპიონი 4-ის იყო ბრინჯაოს მედლის ფლობელი და აი რამაც რუსები ყველაზე მეტად დაძაფრა და რამაც დაუდო შემდგომ ბატონ თემურ მე მგონი ჩვენი რიონისპირელი მეგობრები და ძმები არ გვიწყენენ რომ შემდგომ პეტროვიჩის იმ ოქროს გუნდის ზეობა და სამგზის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ქუთაისის აიას იყო სწორედ ლოკომოტივის ძალიან დიდი წვლილი იმ ხრივ რომ იყო სამკვლევი ხო და აი ყველა დარტყმა რომელიც მიიღო ლოკომოტივმა ხო თქვენი თამადობით საკუთარ თავზე აი მერე უკვე რუსებმა იმდენი ვეხარ გადაძალეს და იგივე მეთოდებით აი ზუსტად ერთში ერთის ეხა სცენარის გამეორება იმ ეპოქაში ცოტა არ იყო ზურბასო მეგობრებო ასე არ ხდებოდა და რამაც მისცა შესაძლებლობა რომ 80-იანი წლების შუა წლიდან მოყოლებული სამჯერ მოიგო აი ამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ეხა მე რატო ახსენე 78 წელი ეს იყო ქართული საკლუბო რაგბის პირველი ყველაზე დიდი წარმატება საბჭოთა კავშირის თასის მოგება ხო გახსოვთ ხო კარგად ბატონ თემურის ფინალი ხო რა ასეთი კითხვაა მაგრამ 76 წელს ფინალში გავედით დიახ და 23 წუთზე გაგვიგდეს 6-3 ვიყავდა თბილისში იყო თამაში ჩვენი ლიდერი გამთოგიერგაც და წავაგეთ მე რაღაც წითელი ხო ანუ შეუცვლელად ხო და პირდაპირ კაცნაგლური და გარდა ავტოგიორგაძეს ეხა სტაჟიანი რაგბის კომაგიას დიდი მე მითხრა საწყალმა ვის იყო საჯი
ლიტველი და ეგრე უნდა მექნა სხვა გზა არის იმიტომ რომ ის მე ვერც ლიტვაში და ვერც მოსკოვში ვერ ჩამფრინდებოდა ეს ის პერიოდია ძვირფასო მეგობრებო და აი ამ ხრივს საბჭოთა კავშირის თასის მოპოვება და კიდევ ერთხელ გამეორდები რომ 4 გზის აი სხვადასხვა ხრიკებით ფორმით ეს როგორც ოფიციალური ასევე არაოფიციალური ქმედებებით ლოკომოტივს უბრალოდ აი ასე პირდაპირ სპორტულ ენაზე რო ვთქვათ არ გააჩემპიონეს ქულები ჩამოგვარდა ხო აი ებზანე და კაცმარიცის კიდე ისიც იყო უპირატესად ხშირი პროვოცირება ბატონთებურა ეხა წითელი ბარათი რო ახსენეთ იგი იყო ასეთ დებულება როგორც მეხსიერება ამღალატობს რომ რაღაც ლიმიტი იყო სხვა შორის ის წითელ ბარათებზე ხო სიმბიზე არ არის საუბარი წითელზეა მე იმის მიხედვით როგორც უდისციპლინო გულწკულები აკლდებოდა მე მოკლედ და ფორმატის რამდენჯერ შეიცვალა თვითონ გათამაშების ბატონთებური სულსურულობის ახლა ჩვენ ჩამოვიდა და ვინმე ფრანგი მოგიტყო და ესეა ჩვენთან მე ინგლისელი ესე ავსტრალიელი და ჩამოუყალიბებელი რომ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი არ იყო პრინციპში ყველა ეს რომელიც იყო რაღაც ხარვეზების ამოსატყრელად იყო მაგრამ ვერ შეკრეს რუსებას ამოლოდ მე მინდა ქუთაისზე ორი თქვა ეს ქუთაისის ხოჯოს მაბდი პეტროვიჩის თქვენს მხარდამხარ თამაშობდა ხო დავიდა ცოტა ხანს იყო ხო მახსოვს ეს ქუთაისელებმა შეძლეს მიუღწევა სამჯერ ზედიზედ იყვნენ ჩემპიონები პირველ დღეს დუბლი გააკეთეს ძალიან ძლიერი გუნდი ყავდათ ეს გუნდი იყვნენ ძალიან ძლიერი ქუთაისელი მოთამაშეები ნუ მარტო ზაგინეძე რადგინა და პორძელაძე თბილისიდანაც ბევრი ჩავიდა 5-6 მოთამაშე ჩავიდა თბილისიდან მაგრამ მაგათ ყავდათ კიდე იმ პერიოდში ბატონი დუგლას რომელმაც ყველა ხრიკი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რუსეთში. ხოლო ამ ყველა ფერმა ერთად ვერცერც ვერ ვიტყვი რომ უნიშნელო იყო ყველაფერი ეს მნიშვნელოვანი იყო რა. შეეძლოს ის რომ ძალიან აღმახარეს ეს ჩვენები. ისე მე ასე კი არ მინდა თქვა რომ ჩვენი სკოლა იყო მაგრამ ნუ როცა გიორგაძელი პარტელიანი გადავიდნენ იქ თავარი მოთამაშეები ჩვენი რაღაცა თან წაიღეს ასაკურელი. და იქაც შექმნეს კიდე. გუნდი კარგი იყო. ასე ბატონთებო, საერთოდ ქართული სარაგბო თემი ეხა ასე თუ ისე, ნუ ბევრი სხვა სახეობისგან განსხვავებით, მაინც აი თვითონ შიდა ურთიერთობას გულისხმობ, აქ არის წმინდა ყველა მეგობრები, ახლობლები, ხო უდიდესი ნაწილი, უდესგერე აბსოლუტური ალბათ ეხა აქ მტრობა და შუღლი მე რაფში, ეხა ისე რაღაც ისეთ პატარა დონეზე არ ვთვლით, თორე ნამდვილად არ ვსმენ, ეხა რატო ამბობ? გაიყო ორ ნაწილად, ბატონთებო, ერთი ნაწილი, არა, სხვა შორის ერთი არა. თლიანად თანხმდებიან, რომ აი სწორედ ის, რაც შემდგომ უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ახლად შექმნილი ეროვნული ნაკრების მთავარ, ნუ მხედველობაში მაქვს აი ის სადღაც სუმცირე ხო 15 წელი, მინიმუმ 15 წელი თუ მეტი არა, ეს იყო შერკინების ხაზი, ეს სწორედ თქვენი დამსახურება იყო, თქვენ იყავით უშუალოდ მიმდევარი ძალისმიერი რაგბის, ანუ როცა ეს ეგრეთ წოდებულ სხვათგაზე, ანუ შერკინებაზე გადატანა აქცენტის ფაზა იგივე 13-15 შეიძლება გქონია ასოს 18 ფაზიანი შეტევებიც და მიგაშთად ბატონთემურ იმას კი არ უარყოფდით რომ ეხა რა ჯობია ესე გარეგნულად როცა მარტო ტელეეკრანიდან უყურებს ზეპურაკს ეხა იმის თამაში მაგრამ უბრალოდ არ ვიყავით მაშინ მზად და აქედან გამომდინარე ბატონთემურ მიგაშთად რომ ამან შეიძლება თუ კი ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ არა კლუბებიდან და არა უშუალოდ საბავშვო რაგბიდან და უშუალოდ ეროვნულ ნაკრებში მსგავსი ექსპერიმენტების შეტარება შეიძლება სასურველი შედეგი არ მოიწიოს და აი მე გამახსენდა თქვენი სიტყვები ბატონთებური ჩვენ ერთი ხანობა როცა კრიზისი ჰქონდა ნაკრებს და აი ასე ვთქვათ მარცხი მოდიოდა რა რაღაც ამდაგვარ გარდამავალ პერიოდში აღმოჩნდით ვეღარც იმას თამაშობდით იქაც დავსუსტით შერკინებაში და ეხა ესეც მოგეხსენებათ ეს ეხა ის გაშლილი და ხელი თამაში ამას აცლებულები ჭირდება რომ დახვეწოს მაგრამ წინ არაფერი არ უდგას მაგას უმაგისოდ არ შეიძლება აი ახლა როგორც ამჟამინდელი მსმელი თემურ ბენდიაშვილი ლოკომოტივის დამრიგებელი ცვლი ტაქტიკას თუ იგივე ტაქტიკით თამაშობთ არა იგივე როგორ თამაშობ ძალიან იცლება ეხლა ფაქტიურად ამოიღოთ რომ 80-იან წლებამდე ნუ 85-იანი სანამ ვიდეო შემოვიდა მე ვიდეო რომ შემოვიდა კიდე კასეტები ჩამოქონა ჩვენ ხო თვითონ რაღაცებს ვიგონებთ რა თქმა უნდა ჩვენ ლოკომოტივმა ავარჩიე თამაში და მე ეს თამაში ნახეთ რომ თურმე ინგლისელებს ესე თამაშობენ ჩვენი სარბიცოთ და მე უკვე ამ ეხლა თამაში შაბათს არის და ნუ მართალია კომპიუტერში მე რა უყურებს ასე
ხუთჯაბაც პარასკევს საფაც ტელედიაგნოსტები კომპიუტერზე ვარ მიჯაჭული და სამხრეთ აფრიკა ეთამაშება თუ ზელანდიის ერთმანეთს უნდები ყველა თამაშობ. ნუ მე წინ წავიდა ეხლა ბევრი შედარება არ არის ძველად ეხლა ახალი უკვე 1-10 წელია რა. ახალი შეიძლება დაუნახო ვინმეს. მაგრამ თუ თვალყურს ადევნებ ეხლა რა. ახალი უკვე თუ შეამჩნიეთ რის დევს. ბევრს ვერ ამჩნევ ძალიან. მაგრამ როცა ნელა უყურებთ მე თავიდან უყურებთ ვიღაცებს ველაპარაკებით ძალიან კარგი ჟურნალებია. ახლა ერთი ჩვენ ერთი ბიჭი ყავს. ზალიკო რომელიცაც თავის საიტი აქვს და აი თელ უცხოურ პრესას ავსტრალიურ, ზელანდიურს, ყვითელ პრესასაც აქ საიტზე დადებული. არა, ზალიკო გიგნაიშვილი მეტრია რაგბის საერთოდ ზალიკომ შექმნა მართლაც აი ის რაც არის თავარი ქვაკუთხედი ის რაც რაგბის ისტორია შექმნა რომელიც გააცნო და აზიარა საზოგადოება. კი, ეხლა აი ორი მცდელი რომ აეკრობენ და მესამე ვიღაცა რომ ამბობს რომ ეს არის სწორი ეხლა ეს ინფორმაცია არის ზღვა ინფორმაცია და ვერ სამუშავებთ კიდე მაგას რა. ბატონო თემურ, ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში მე მინდა გადაცემის მეორე ნაწილი სრულად დაუთმო დღეს საერთოდ საქართველოში უშუალოდ აი საკლუბო დონეზე ქართული რაგბის დონე ზოგადად მინდა კითხოთ ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდისეული შედეგზე არ გეკითხებით ბუნებრივია, აი თამაშის ხარისხი პირადად რამდენად კმაყოფილი ხარ და აი რა პროცენტზე ვარ ბატონო თემურ, აი პროცენტი მესმის ხა საერთოდ არ შეიძლება მარტივ მომრავლება სპორტში უშუალოდ ასე დაშლა და მაინც ხედელობაში მაქვს უშუალოდ აი ჰეიგის პერიოდისეული მოღვაწეობა, იმიტომ რომ მანამდე მე მინდა უბრალოდ შევახსენო ბატონო თემურ თქვენ ნებართვით რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ხო რამდენიმე ქართველი სპეციალისტის ნუ მე ხა დიაგნოზზე მე არ მინდა რა ეხა აფგანზე საფარი და მოვკალი და თუმცა დამსახურებას არ უკარგავ რა ეხა ნუ ეს სორელი რაღაცა ცალკე თემაა საუბრის იყო კარგი გააკეთა კი არ უკარგავ კი გააკეთა მაგრამ ნუ მე მხედველობაში მაქვს უკვე სერიოზულ რაგბზე ბატონო თემურ მე თავმად შემიძლია თქვა არ ვიცი რომ ბატონო მიშა ბურზა რომელიც არ იყო დიდი ხანი თუმცა ნაკრების მაგრამ თავისი ნიჭით ინტელექტით გამორჩეულმა ადამიანმა უკვე რაღაც ჩანასახი დაუდო შემდგომ ბატონო თემურ თქვენი გაზრდილი და ამჟამად თქვენი მარჯვენა ხელი და თანაშემწე ბატონი პაშა დავით ჩავლეიშვილი რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად კეიშვილთან და ნარიმანაშვილთან ერთად ეს სამეული რომელს მიმაჩნია რომ სერიოზული წული შეიტანა ძალიან სერიოზული წული და ის შემდგომ დაიწყო ისე მოდინება უცხოელ სპეციალისტთა ოღონდ ამჯერად უკვე სამხრეთ ნახევარსფეროდან თიმ ლეინი ავსტრალიელი მერე ისე ბაბურიჩი შოტლანდიელი ესმუცოვანი სპეციალისტი და ეხა ბოლო პერიოდში უკვე შეიძლება მილტონ ჰეიგის ეპოქა უწოდოთ დღევანდელ ქართულ რას იმიტომ რომ მილტონი უკვე კარგი ხანია პრინციპში ნაკრების სათავეშია. მოდი ესე რომ გავარკვიოთ ხალხის ყველაფერსი და ჩვენი მაყურებელი ვთქვათ რომ ტოპ ტრენერები, ტოპ ტრენერები არიან. რომლებთანაც ჩვენ პრეზიდენტს ერთ-ერთთან ინგლისელთან ჰქონდა საუბარი ზელანდიაში. რო ჩამოვიდა მითხრა რომ თემურ შეიძლება ეს კაცი ჩამოვიყვანო. ნუ გავიგვიხარდა ძალიან. და დაურეკა მე ამ თბილისიდან ერთად ვიყავით და დაურეკა თუ ლონდონში. იმ კაცმა უთხრა რა კარგია ყველაფერი გელოდებოდით ეს ნუ ეტიკეტი ყველა იცავს და ის თანხასთან დაკავშირებით მე მენეჯერი მყავს იმას. ხოდა იმ წუთშივე დადოცვარა და არაკაგე. სახეზე უყურებდით ეს სიხარული როგორ ეს ჩაეშალა. მილიონი სტერლინგი წელიწადში მე და 600,000 სტავს. 1,600,000 ფუნტი წელიწადში. ეხლა ერთი კარგად უნდა ვიცოდეთ, ყველა დიდი პატივი უნდა ვცეთ ჩვენთან ჩამოვა და რაღაცა ნაბის გადადგავს, მაგრამ კარგები ეგრეღია. არა, ნუ хорошие всё дорого, გესმის რომ ჩამოდის წელიწადში ეხლა რა. ჩვენთვის დიდი ფული ეს 100,000 და კარგია ხო ჩვენ თელ რეგბის მწვრთნელებს არ აგვაქვს მაგის ნახევარი. ბატონო თემურ, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ეხლა საოცრად
აი ჩვენ ამ წუთში ვამბობ, მე არ ვამბობ სამომავლოდ, თორე ეს სამომავლოდ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას არა მარტო რაგბის, ასევე კიდე ერთხელ ვამბობ იგივე სხვა სახეობებში, იგივე თუ გნებავთ კალათბურთში, წყალბურთში და ბატონ თემურ, ჩვენ აი ამ წუთში გვაქვს მაგალითად ის ადგილობრივი რესურსი, რომ გვიღირდეს დღეს გაღება ამ თანხის. მხედველობაში მაგის. აი თქვენ რას დაასახელებთ 1.600.000 ფუნტი. რო კონდეს? კი, რო კონდეს. იმიტომ რომ არის სახეობები, ხო, იგივე ყმადაღებული ფეხბურთი, ხა დღეს თუ რესურსი არ აქვს, ბატონ თემურ, ხომ მეტახმებით, ხა ის ნუ რესურსი, ჩემო ბატონო, როგორ გექნება, როდესაც ახლა არავის არ მინდა ისე აბუჩატარდება, მაგრამ ჟურნალისტი რო წერს, რომ 20 დღიან შეკრებაზე იყვნენ და როგორ ფორმაში არიან. 8 წელი უნდა რა 20 დღიანი შეკრება, რაც ის რომ ბირთვის მომზადებას, ბირთვის 8 წელი უნდა ერთი ადამიანი რომ მოემზადოს, უნდა 8 წელი რომ ირვინოს იმდენივე იმ დაძაბულობით, იმ აღდგენით, რომელიც ეხლა რო უყურებს ტელევიზორში, კაი თამაშები რო არიან. ეხლა არაფერი არ ჩავდო და ისე მარტო ეგრე არ გამოვა. აი თქვენ მითხარით ეხლა პირველ რეზერვი რუმინეთში უკვე ესეთი წესი მიიღეს რა, ვისაც არ აქვს იმის ფული, რომ 250 დღე შეკრებაზე ყავდეს გუნდი, ის უმაღლეს ლიგაში არ ითამაშებს. ესე იგი, აუცილებელია, რომ 250 დღე უნდა ყავდეს გუნდი შეკრებაზე. ესე იგი, ამ შეკრებისთვის უნდა ქონდეს ადგილი სადღაც, რომელსაც იქ მერიები უხდიან ამ გუნდებს. და ყოველ დღე არ არის დღეში ორჯერ ვარჯიში, მაგრამ კვირაში 3 ჯერ დღეში 2 ვარჯიშია. დღეში 2 ვარჯიში ჩვენთანო ჩაატარო და გზაში რო კაცი ცხოვრობს, ორჯერ რომ მიიყვანო ვაკეში, აღარც ვარჯიში. ანუ ჩათვალეთ, რომ მარტო ის მცირე ხელფასი რაც აქვს, ის არც ეყოფა, ყველაფერს რომ ხელფასები აქვს და მე არ ეყოფა. ჩვენ ახლა გაგვიგია, რომ პროფესიონალ სპორტსმენმა თავს დააწლავდე, უნდა შეინახოს მე იმდენი უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ ან რაღაცა ისეთი გააკეთოს, რომ თელი ცხოვრება მაგაზე იყოს. მაგაზე არ არის. საერთოდ ფიქრიც არ არის მაგაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ თემურ სწორედ აი უშუალოდ ბოლო წლებია ქართულ მეშვეობით არათუ სულდგმობს, აი აშკარად განვითარდა, თუნდაც ეხა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენი გაცემის მეორე ნაწილში შევეხებით 3 წელზე გაწერილი, მთლიანობაში 33,674,000, მაგრამ ეს მინდა ბატონ თემურ ალბათ დამეთანხმებით იცოდეს საზოგადოებას, რომ ეს ციფრი უფრო ყვირის, არა, რა თქმა უნდა, ეხა ქვეყნისთვის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რბილად რო თქვა, მცირე თანხა ნამდვილად არა, მაგრამ რაგბის სერიოზული განვითარების მიზნით ესე ნამდვილად ეს თანხა არის უნდა გაიწელოს, ყველაფერს გაწვდეს ასე და ნუ ეგ უკვე სანამ მაგაზე გადავალეთ რამეს გავიხსენოთ, რომ ძველად თბილისში ჭვიმიანამიჯი საერთოდ ვერ თამაშობდა. დიახ. იკეთებოდა, ირაზებოდა ყველა კარი, იმიტომ რომ იმავე სტადიონებით სარგებლობდნენ ფეხბურთელები. ფეხბურთში ახლა, ფეხბურთში არა, უკვე ბოლო წლები. ორი საოცრად კარგი ბაზა აგვიშენდა. ქართულ დაგვიშენდა. გულისხმობ დაბჭალას და ნავთლუხს. დაბჭალას და ნავთლუხს. ასევე ქუთაისში. ეს ხო ეხლა ძალიან კარგი ამაზე რა ლაპარაკია. რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა ვთქვათ, 10 წლის წინ საქართველოში იუნიორების იყო 6 გუნდი. დიახ. არ ყოფილა სტადიონები, მაგრამ 6. დღეს არის 51. ნუ წარმოგიდგენია. ეხლა ნუ ორი სტადიონი ვერაფრით ვერ. მაგრამ რა თქმა უნდა, ორი და პლუს რეგი ყოფა. არცათი არ ეყოფა. თან მithumetes ესეთი სპეციფიკა აქვს, ეხლა თუ ზიარად ხდება ბატონ თემურ, აი ამაზე რამდენჯერ ითქვა, რომ უშუალოდ მორაგბის დატვირთვის შემდეგ, ანუ სარაგბო თამაშის შემდეგ სტადიონის აღდგენას, ნუ იგივე საუბარი ბუნებრივია ბალახოვას საფარზე, ჭირდება საკმაოდ სოლიდრო, ასე უხეშად რო ვთქვა, მეორე დღეს ფეხბურთელი იქ ვერ შევა და თუნდაც ჭრალამში რატომაში ჩვენ მარტო გვაქვს. არა, ეს ვიცი, მაგრამ არა მე ვამბობ სხვა მოედნებზე, ბატონ თემურ, არა, რომელიც ზიარად შეიძლება იყოს. ბატონ თემურ, სულ 2 წუთი ჩვენ გაცემაში სარეკლამო ჭრამა შეგასწენებ ძვირფასო მეგობრებო, რომ გამოგზავნეთ მოკლე ტექსტური შეთქმულება ნომერზე 917778 SMS ზარმულის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, SMS სერვისით რადიომეც უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, www.sms.co.g, ტელეფონი 219 40 14, კიდევ ერთხელ შეგასწენებთ 219 40 14 და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, უხნესი და
რაც მთავარია აი ქართული რაგბის დაარსების დღიდან ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ლოკომოტივის სული შემდგმელი და მისი მთავარი მსვლელი ბატონი თემურ ბენდიაშვილი გახლავთ. ჩვენ კი სულ 2 წუთში დაგიბრუნდებით. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგზელებთ ზურბაზო მეგობრებო ჩვენს სპორტულ ტოქ-შოუს Sport Times. კიდევ ერთხელ შეგასცენებთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართული რაგბის ბერმუხა ზეპიროვნება ვის მხრებზე ზუსტად ქართული რაგბის ნახევარმა საუკუნე პრაქტიკულად თითქმის მისი დაარსების ეპოქიდან მოყოლებული გადაიერა თქვენთვის ქართული რაგბის სამყაროსთვის ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი პიროვნება ბატონი თემურ ბენდიაშვილი. სხვა შორის ბატონ თემურ მე მახსოვს ჯერ კიდე თქვენი მოთამაშეობის პერიოდში აი საკმაოდ იცით კაცრიც იყავით პერიოდულად ხისტიც იყავით მაგრამ არის ერთი საოცარი რამ და ეს გთხოვთ რაღაც ისე არ ჩამითვალოთ ერთგვარ კათენაურად იმიტომ რომ ეს რაც მსმენია უშუალოდ აი სხვადასხვა ეტაპებზე დაწყებული აი ყბადაღებული 80-იანი წლებიდან დღესაც ხო არათუ ძვირს აი ყველა აბსოლუტურად ბატონ თემურ ვისაც ოდნავ მაინც ქონია თქვენ პიროვნებასთან შეხების წერტილი წმინდა სამსახურებრივი მხრივ მეგობრობაზე აღავლავარაგო ბუნებრივია როგორც მოთამაშე შემდგომ როგორც მსმენელს და კოლეგას აი ცალსახად აქვს ძალიან თბილი და ისეთი როგორ გითხრათ ცით მაამებელი დამოკიდებულება რა აი ყოველთვის აი სულ მუდამ და ყოველთვის აღნიშნავე რომ ეს არის საკმაოდ პრინციპული საკმაოდ აი თავი შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს მარტო რო დარჩეს მაგრამ თავი რომ არის საოცრად სამართლიანი ადამიანი. აი ბატონ თემურ აი ამ ხრივ მინდა კითხოთ რომ აი იმ თემურ ბენდიაშვილს და დღევანდელ თემურ ბენდიაშვილს შორის თუ არის რამეცვლება იმიტომ რომ მე ხა სამწუხაროდ ისე ვეღარ ვადევნებ ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი. ყოველი სეზონის შემდეგ როცა ვფიქრობ ხოლმე რომ აი როგორ უნდა გამეკეთებინა იმდენია და იმდენი შეცდომებია და უпростоრად შეცდომები კი არის იმდენს ვაკლებდი რასაც ვაკეთებდი ჩვენ თუნდაც არ ვაკეთებდი. არა ეს მარად განახლებადი და სავლადი პროცესია აკურატ მე ვერ მიყვები ახლა ესე დღესაც ესე ვარ ახლა მე ესე მგონია რომ რასაკვირველია ჩვენ ვალში ვარ ჩვენი მოთამაშეებისათვის იმიტომ რომ თუ ყოველთვის არსებობს უფრო კარგი გზა ვიდრე აკეთებ. ეგ არის თავარი რომ მეთოდები მეთოდოლოგია თუ არა გაქვს მეთოდებს ხარ ახლა უკვე ადვილია იმიტომ რომ არის კომპიუტერში მეთოდები ძალიან ბევრი. მაინც ხეზე ასვლას ხო იცით? აი ეგზარო. ვიდა რასწავლის და თვითონ უნდა ვიხდო. და ბატონ თემურ აი ამ ხრივ ვიცით სემინარებმა ბოლო პერიოდში საბედნიეროდ და განსაკუთრებით მე რა გვიმო ხედველობაში იმატა უფრო ხშირია ეს გასვლები იგივე ყბადაღებულ სამხრეთ აფრიკის აკადემიასთან თანამშრომლობა მაგრამ არის ეს საკმარისი ბატონ თემურ? ნამდვილად არ არის საკმარისი. იცით როგორ თუ უნდა იმუშაო მაგრამ დიახ და მე ერთი გავიდეს და იმან ჩამოიტანოს ინფორმაცია. აქ უნდა იმუშაო. ხო როგორ არის ამოცანას რო ხსნი თუ მაგრა ეწვალე ვერ ამოხსენე მაგრამ მე ერთი თვით ამოხსენე საკეთია. ყველა გზა რო მოძებნილი გაქვს უკვე. ეს აუცილებელია და ნუ ალბათ ელელა ცოტა არის ხლა ისე არ არის რომ არ იყოს. მაგრამ მე უფრო მეტი მინდა რომ იყოს და შესაძლებლობაც უფრო მეტია. ჯერ აი ჩვენი გუნდები ხლი ჩვენი ბიჭები ისეთ გუნდებში უკვე დაგუნდებია კი გუნდების ლიდერები არიან. ყველამ რო თავისი მოიტანოს ეგეც ძალიან ბევრია. დიახ. და არ არიან ისე რომ არ თქვა, მაგრამ აი მაგას აწყობა უნდა ყველაფერს ახლა და დავალება ბიჭს თქო რაღაცა თვითონ ახლა გუნდში გორგოძეს ახლა თავის გუნდში ვინ ეწვის თუ არს ან ზირაკიშვილს ახიჯაგაშვილს მაგრამ რაც არ ვიყავ. ანუ ბატონ თემურ ავდით ეს თქვენი აზრით რეალურად განმახორციელებელი და მიღწევარია რომ ნუ ეხა შეიძლება სამწუხაროდ ესე 10 და 20 კაცი არ შეგვიშვა მაგრამ რამდენიმე მსვლელი მაინც რომ ხანგრძლივადია სტაჟირებაზე კლუბში მივავლინოთ ხო? ეგეც ძალიან კარგია რომ იქით მივავლინოთ. აქაც რო წახვალ წავა ვინმე და ჩამოიტანოს ანალიზი არ არის ყველაფერი. რა თქმა უნდა ანალიზი მეორე ანალიზი. მაგრამ ეს პრაქტიკა აუცილებელია ხო ბატონ თემურ იმიტომ რომ მარტო ასე ვთქვათ ესე არა ვიცი კი ბიჭები ხშირია ქუთაისლები დადიან ორივენი ფოტოშოპის ტულუზაში გიორგაძე რო არის. დიახ. ჩვენ ძველი მოთამაშე აქვსენტის საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია. კი, იმიტომ ეს თავისი პირადი ურთიერთობები და იმით აწყო კი, იმიტომ სერიოზული მოთამაშე. ის ექსაკმე და იქ ეხლა 7 მწვრთნელია და
ის ბურთი საგდება პირველი ნომრის თამაში სხვადასხვები არის ხო გაგიზნები ყველას თავისთვის წელი და ბატონო რა იწეღა რომ სამეული ვახსენე და მეტად მართლაც იმ პერიოდში ახლაც ბუნებრივია, მაგრამ მაშინ მართა ისე შემოვიდა სამივე მათგანი, ხო? ხეჭაიშვილი ცოტა უფროსია და პაშა და ნარიმანაშვილი, ხო? აი, თითქოს რაღაც შეიქმნა შტაბის-ლიბრო ეს ხალხი რაღაც არა, თლად ჭრილს ვერ ეთქვი, მაგრამ თითქოს მე რაღაც უკანა პლანზე გადავიდა და აი რით იყო ბატონო? არა, სოფლიო ჩემპიონატზე შვენურად გამოვიდნენ. დიახ. დაამთავრეს თავის ციკლი და მე ჩამოიყვანეს უცხოელი და არაფერი სტილში არ გადაუყანეთ ეგ ბიჭები. უბრალოდ სხვა შეიცვალა ჩამოიყვანეს არც ეგ არის ცუდი რომ ჩამოიყვანეს. რა კარგია. ეხლა მე ვთვლი რომ ყველამ რაღაცა ჩამოიტანა და ეხლა გასაოცარი არავის არ უთქვია. ყველამ რაღაცა გააკეთა. უბრალოდ ჩვენები უფრო მეტი უნდა იყვნენ ნაკრებთან ახლოს. ყველამ ძნელები, მაგრამ ეგეც არ გაძნელია ხო იცით. ბატონო თემურ არ შეიძლება არ კითხოთ იცით იმიტომ რომ ეს არის აი ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნუ პროფესიონალზე აავლაპარაკობს სხვადასხვა უკვე ობივაწელის აი სპორტული ფილოსოფია და მსოფლმხედველობა იზრდება და ბევრი სვავს ამ კითხვას და ითხოვენ აი მეტ კონკრეტიკას და კი ბატონო მოდით ბატონო თემურ აი ავიღოთ თუნდაც ჩვენ უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდი რომლის მიზანია თქვა ტიტულისთვის ბრძოლა ხო ნუ მოდი ასე ვთქვა ნუ საპრიზო სამეული ხო ნუ რაღაც ესე პროგრამა მინიმუმი სერიოზული ну გადაღებული იმის რომ აუცილებელია კონდეს ბაზა, სათანადო სავარჯიშო ბაზა, გარდა ამის, აი წლიური ბიუჯეტი მინიმუმ რაოდენობის უნდა იყოს, ბატონო თემურო, თქვენ 1.5 მილიონ ლარი უნდა საქართველოს პირველობაზე რომ მიიღო მონაწილეობა და იმის საშუალება ქონდეს რომ კვირაში ორჯერ მაინც. დიახ. ორჯერ ორი ვარჯიში ჩაატარო და იმ დღეს ბავშვები ну პანსიონზე აიყვანო და სასტუმროც უნდა ქონდეს და ბაზაც. ბატონო თემურ, მოვდით ეს გუნდი, რომელსაც ლეგიონერი არ ეყოლება, ხო? არა, ხო, ну აქ ლეგიონერებზე არ ვსაუბრობთ, თორე ეს სტახა არ ეყოლება. და ის რომ თამაშის წინა დღეს ორი დღით ადრე ან ერთი დღით ადრე დაისვენონ ერთად იყვნენ ძალიან ჭის ეხლა არც ერთ გუნდს კლუბს დიახ კლუბს არ აქვს ვიდეო ანალიზის ოთახი. არ გადავარდა. კი, აქვს ყველას. მაგრამ ხანსად ჩამოვაფარებდა. არც ლელოს, არც არმიას. არა, ლელოს ეხლა უშენდება. ბაზა დანარჩენს არა. იქ კი ორივე ადგილზე არის. შევარდეძეც არის. კი, ეს უშუალო სტადიონზე, მაგრამ ну არის შედეგი ვერ მიდიხარ არ გამოდის. არა, მესმის. ყება უნდა ბავშვებს 4 საათით ადრე უნდა ჭამონ. 6-ზე რო ვარჯიშია 2-ზე უნდა ჭამონ. 8 საათი მოდის მერე შეათ სახში დასვლა უნდა მერე ღამის 12 საათზე ვერ ვიდედა 11 საათზე სახში თანხმობა უნდა დაიძინო. ბატონო თემურ ისეთი უხეშ შედარება რო გავუგე რას თქვენ ბძანეთ ეს ნიშნავს რომ პრაქტიკულად ვარჯიში ბურთის გარეშე რო ჩაატარო ხო თითქმის ხო რაღაც ისეთი უხეშად უდრინებ რა თქმა უნდა. ბატონო თემურ უშუალოდ ის რომ როგორც იქნა და დაბრუნდა რამდენიმე წლის წინ ლოკომოტივს დაუბრუნდა თავის სასწავლებელი ბაზა ხო და ისეთ გარდა ამის აი თქვენ ბძანებდით მაშინ რომ მორაგბემ დატვირთვიდან გამომდინარე სადღაც უნდა დაიტვირთოს წელწადში 1000 1200 ნუ მე შეიძლება ცოტა ხო გაიზარდა კიდეს ჩვენთან ამჟამად რაოდენობის დატვირთვაზე ვართ ბატონო თემურ 500-მდე ავდივართ 400 მაქსიმუმი ისიც ხო და იმის აღდგენითი პროცესი თქვენ რა ბძანეთ იმის ყვება მე ყვება ბატონო თემურ დღეში აი პროფესიონალ მორაგბეს აღდგენდა შემდგომ წონა პლუს დამატებული წონის შენარჩუნებასთან ერთად დაახლოებით ბატონო თემურ ასე 50 ლარი შეიძლება არც იყოს ხო მარტო ყვება რო ავიღოთ მხედველობაში მაგ ვიტამინები უშუალოდ და ის კომპონენტები რაც 50 ლარი მაგრამ ეს 50 ლარი მარტო გამოდის თვეში 1500 ლარი იმ კაცზე ერთ ადამიანზე ამაზე აღარ არის საუბარი ერთია რომ მას ოჯახი ყავს ხო შე შემთხვევაში ის რომ სასტუმროს ხომ რა გადაუხატოს ხო აი ეგ ბძანეთ და ესე იგი ბატონო თემურ ამხრივ რა ხდება უშუალოდ დღეს ეხა ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და შემოსავლიანი ობიექტი ეს მგონია არ არის ამაში არაფერი საიდუმლო არის სწორედ რკინიგზა უშუალოდ გუნდი ხო აი ამხედა ტრადიციების მქონე გუნდი მოდის სათანადო დახმარება ბატონო თემურ ეხა ჩვენ სულ არაფერი არ ქონდა ხო ეს ხო იმ ფონზე ეხლა არც მე მინდა იმ კაცის სახელი და გვარი ვახსენო ის ერთხელ მოიწოდეთ მითხრა რა თანდ რა გუს თემური და არ ქვია და აღარ მოხვიდა ჩემთან. ელძვალელო ეს. ხო და აი მაგისთან ხო და აი და თემური და არ ქვია ხო?
არც მიგვირს. ძალიან კაი. არა იმიტომ მარტო რომ რეგისტია ძველი, ეხლა რკინიგზის ხელმძღვანელი რეგისტია. აფრიკეთის თამაში. მე არ ვიტყვი რომ მარტო მაგიტომ უბრალოდ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ჩვენს ვალში ვარ და რომელიც უნდა გავამართლოთ რა. და ახლა ვერ ვიტყვი რამდენია, მაგრამ კი, არა, ეს კომერციული საიდუმლოება მესმის. არ არის ხლა ის ახლა, მაგრამ ეგრომ არ გქონდეს საერთოდ. არა, მესმის უარაობას, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ბუნებრივი არ შეიძლება არ თქო არ მოუწოდო ხელმძღვანელობას. კარგი არიან ორივენი, ვინც ისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. და მე როგორ არის ეს ახლა? არის სასაცილო. ჩვენ ახლა ვინც ვართ. მართლა ვართ რაღაც ლოკომოტივის და რკინიგზის ესე გულშემატკივრები. აი ტელევიზორში რაღაც რკინიგზაზე ხელად ყურებს. კი მესმის რომ უცებ ხო იგივე აი გწყვიდა ეს. არა, რადგან 50 წელი გაადარეთ ამ სტრუქტურაში ვადმდებოდი ხა. ისეთი მომენტია რა და დააწყებული იმიტომ და სხვა შორის მათი მხრიდანაც პერსონალის მხრიდანაც ყოველთვის მე რაც თავი მახსოვს აი 70 წლების მიწურულიდან მე ჩემსას ვამბობ თვითონ პერსონალის მხრიდან ხო დააწყებული ელემენტები გაფცინებლით ყოველთვის იყო ესე დამოკიდებულება და მოდიოდა ეს ხალხი ეხა თუ ტრიბუნაზე 200 კაცი ის და ჩათვალეთ რომ 100 მათგანი უშუალოდ რკინიგზის მუშაკი იყო და ამაზეც მადლობა და დაფასება კეთილშობილ და პატრიოტს ბატონთებო ეხა გუნდი რეალურად იბრძვის ტიტულისთვის მიხედავთ რომ ამ წოდისთვის გუნდი მეოთხე ადგილზე ზურფასო მოკლედ შეგასწრებთ რომ შაბათს ლოკომოტივმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი აი უბრალოდ ბატონთებმა დაამტკიცა ისე სხვა ჯერის ისე აბაში ლოკომოტივი რა უნდა თქვენ და დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, ლიდერი და თავარ ფავორიტად, ну ასეა, სპეციალისტთა მხრიდან შერაცხული ლელოს გუნდი, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 44 გულით გუნდი მეოთხე ადგილზეა, 2 გული ჩამორჩება მეორე მესამე ადგილებზე მყოფ აიასა და არმიას, აქ ჩინებული კალენდარი მეტოქეებთან მიმართებაში, აკადემია, ხარები და ყოჩები საშინაო შეხვედრებში და ერთი გასვლითი შეხვედრა ბათუმთან, ну გუნდი რომელიც ტიტულისტივ სიძის ბადონთებო საერთოდ სპორტში უმადური საქმეა პროგნოზი, მაგრამ რეალურად 4-ვე შეხვედრა მოსაგებია, ხო წესით. ну თუ გავითვალისწინებთ ჩვენ სურვილებს ჩვენ მიზან დასახულობას უნდა მოვიგოთ 4-ვე თან მგონი პრემიები. აი ხა ბატონთებო თქვენი ну პრემიის გარეშეც რომ იყოს ეხა თან ისინი ერთმანეთში თამაშობენ ეგრეთ წოდებული სტიკოგა გაიას და კარი კალენდარი ყოველ შემთხვევაში პირველს თუ არა გუნდი მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში პირდაპირ დიდ ფინალში თამაშის უფლება სავარაუდოდ ისეთი პირი უჩანს რომ ლელოს ალბათ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება ალბათ ჩვენ ნახოთ მაინც ну ყოველ შემთხვევაში ბატონთებო თქვენი ნაყოფიერი მუშაობა თუნდაც იმ ხრივ გამოჩნდა რომ ეროვნული ნაკრების განაცხადში აი რუმინეთთან დასმის შეხვედრაში ჰეიგის არა მარტო თვალთახედვის არეში არამედ ის მორაგბები რომელსაც უკვე ენდობა მილტონი ახალი ზელანდიელი სპეციალისტი მოხდა ორი მორაგბე თქვენი მე-15 ბეკა წიგლაური რომელიც საკმაოდ მზარდია და აშკარად უმატებს ასევე შერკინების მესამე ხაზში მოხდა გივი ბერიშვილი და ამის გარდა კიდე ბირთვი ხო არის ბოლო პერიოდში ბიწაზე გამოირჩევა საკმაოდ ძალიან აქტიური იმით ის უმცროსმატიკიმაც ვახომაც გაისორა კავთიძემ შეიძლება ითქვა სამიზნე და ბოლო პერიოდში ეხა ესეც ვეღარ გავიგე ხაწიგლაური ურთხავს და ხან კავთიძე ხო ეს აი ამაზე თემიკო ჩიტიძე საკმაოდ ნიჭიერი მზარდი ბიჭი მაქვს იმედი რომ ითამაშებს აუცილებლად გოდერძი ჭინჭარაული დავით გასვიანი ალეკო ზაბახიძე ეს არის ბირთვი ხო ძირითადად ბატონთებო დღევანდელი ლოკომოტივის გენებაშვილი კიდევ ყავს ახლა. აი სკამის ხრივ რა ხდება ბატონთებო? ნორმალური და გვაქვს სკამი ახლა ერთ იცის ხო იყოფა თავდასხმა და დაცვა რა. სამეოთხედები და შერკინება. სამეოთხედებში ერთმა ბიჭმა რთული ტრავმა მიიღო ჭურღულია, რომელიც ერთად შემადგენლობაში. კარგი ხანია უკვე. ну ჯვარედელი იოგი. წელს არ იქნება. კიდე ტრავმა აქვს ჟამუტაშვილს და ნაკრებში არის ბავშვებთან წასული პატარა გასვიანი ძალიან კაი ბიჭი. ხო და ხლეგენი ჭურღულა ვერ აღიდეს, მაგრამ დანარჩენები წესი და ჟამუტაშვილის და პატარა გასვიანიც უკვე პლეი-ოფის შეხვედრებს უნდა მოესწრონ, ხო? მოესწრონ და ისე ვიზავთ, რომ დავასვენებთ. კიდე ყავს პატარა ბიჭები და თვითონ თამაშს დავასვენებთ ახლა მაგათ ისე რომ პლეი-ოფისთვის დედგრად იყვნენ. ბატონ თემურ, სამწუხაროდ იწურება ჩვენი გადაცემის დრო ჩვენ აუცილებლად შევხვდებით როგორც კი დამთავრდება ჩემპიონატი იმედია გამონახავ დროს და დავგვდეთ პატევს მოდი აი ასეთი აი კიდე ერთხელ ვამბობ არანაირი პროგნოზი და უბრალოდ როგორ ისიც აი რა ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა აი ამ პირობები ძვირფასო მეგობრებო აი სწორედ ბატონ თემურ ბენდიაშვილის ძალისხმევით ასევე რა თქმა უნდა
აუცილებლად თქვენი თანაშემწეები დათო ჩავლეიშვილი არ შეიძლება არ აღვნიშნო კიდე ზეგანაც ვაღნიშნე ჯაფარაშვილი კი რა საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ და გიდგანა მხარში თუ მოხდა ისე რომ ბატონ თემურ ასე საიუბილეო მეათე ტიტული მოვიპოვეთ მოდი მაშინ იცით ალბათ მე მგონი იცით ასე კარგი გაგებით ვამბობ რა ქალაქურად დავანამუსებთ რა რკინიგზის ხელმძღვანელობას და მოვთხოვთ უკვე პირობების მკვეთრ გაუმჯობესებას და ეგება ვიფიქრო სტადიონზე კი ბატონო თუნდაც თუ მთლად სალკე სარაგო სტადიონი არ იქნება ის რომ ლოკომოტივს კონდეს თავისი სტადიონი იქ სადაც გუნდი ითამაშებს ხო იმიტომ რომ მარტო ეხლა ავჭალიდან ნავთუქში ეხლა ერთი ბოლოდან მეორეში მე ხედავში გარ არა ეს უნდა დაიტვირთოს ეს კიდე ერთხელ ვამ ძალიან კარგია ძვირფასო მეგობრებო არც ერთი ამ სტადიონის მიმართ რა თქმა უნდა და მისი მშენებლობის მაგრამ აქ საუბარია უკვე სერიოზულ დატვირთვაზე როცა ითხოვთ რომ გვინდა ზეპური რაგბი გვინდა 7-ერი 9-ერი სანამ იქამდე მევალთ მანამდე უნდა მივიდეთ ბატონო მინდა გისურვო წარმატებით მაშას ჩვენ საკმაოდ ისეთ მაჟორულ ნოტაზე ვასრულებთ გადაცემას შეიძლება 4 ტური რეგულარული დასრულებამდე თქვენ ეხა როგორც არასოდეს არ გაგდათ ამბიცია და საღი ამბიცია იქ მეორე ადგილზეც გავიმპროტესტეთ მინდა პირველიო მინდა გისურვო წარმატება მეათე ტიტული და აი ამის შემდეგ უკვე ბატონო მე მგონი უკვე უპრეანის და მოვალენის ვიქნებით რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა ასე კიდე ერთხელ ვამბობ დავანამუსოთ და რაღაც მაინც და ისეთი მოთხოვოთ. წარმატებები და ღირსება. დავირაზმოთ. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი განსაკუთრების სტუმარი გახდათ ქართული რაგბის ფერმუხა, პიროვნება რომელმაც რაგბში თითქმის მისი დაარსების დღიდან 50 წელი დაჰყო და დღეს ტიტულის ერთ-ერთი მაძიებლის ჩვენი უხნესი და ზეტიტულოვანი კლუბის ლოკომოტივის სული შემდგელი და მთავარი მსმელი ბატონი თემურ მენდიაშვილი გახდათ. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.